საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს პარლამენტის 2014 წლის მუშაობას აფასებს. კვლევაში აღწერილია, რა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება გატარდა გასულ წელს ან რამდენად მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები საპარლამენტო ცხოვრებაში. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად პარლამენტის ყველაზე მაღალ რეიტინგულ წევრად დავით უსუფაშვილი დასახელდა. ყველაზე მეტი კანონის ავტორები ვახტანგ ხმალაძე და დავით ონოფრიშვილი აღმოჩნდნენ. ცნობების ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერ წევრად სერგო რატიანი, ხოლო უმრავლესობიდან ზახარია ქუცნაშვილი დასახელდნენ. ეკაბესელიას კომიტეტი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა და სამახსოვრებელი გამოსვლა კი ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ნინო გოგუაძის განცხადება გახდა. კვლევა რეკომენდაციებსაც მოიცავს, რაც პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს. უნდა გაუმჯობესდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის და მონიტორინგის და ზოგადად მათი ანგარიშვალდებულების კუთხით პარლამენტის მუშაობა. მნიშვნელოვანი არის, რომ უფრო ხშირად მათ მოსთხოვონ პასუხი მთავრობა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. მთავარი ხარვეზე არის ერთი, რომ პარლამენტს არ აქვს სურვილი იყოს რეალური გადაწყვეტილების მიღები. ის არის მთავრობის მითითებების შემსრულებელი და ეს მიღებული კანონპროექტებიდან, რომლებიც უკვე კანონებად იქცა, ძალიან კარგად ჩანს. მთავარი გამოწვევა რჩება ქვეყნისთვის, რომ დავამკვიდროთ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი ადამიანის უფლებების დაცვის და მთელი კომიტეტი და კომიტეტთან ერთად მთელი აპარატი იყო ჩართული ამ ძალიან აქტიურ პროცესში. პარლამენტს მიმაჩნია კიდევ უფრო მეტად უნდა იმუშაონ. არიან ისეთი პარლამენტარები, რომ ძალიან ნაკლებად არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, როგორც საკანონმდებლო, ისე სხვა მხრივ და ალბათ ეს არ არის სწორი.